სანამ დავაბავთ, რას ვაკეთებთ? ჩვენი არხის წარმდგენი არის. ძალიან დიდი მადლობა ამის სპონსორობისთვის. კაია? კაია, ხო? მაგარია. რომ მეტყოდა კაია, ხო? სულ კაია. ყველაზე მაგარი ცუდი ტვირთი არის. აგე მოდით რა მხედა რაღაცა მოაქვს. აი ესე წვალოთ. დავიღალე, მაგრამ დაი ძალიან მაგრა დავიღალე. ეს ტრუბები პატარაზე ეს კდებოდა რა. და სათითაოდ ეს ტრუბები იმაში ლაბავოებში ერჭობოდა. წარმებით მეგობრებო. ძალიან დიდი ხანია არ ჩანდი, ხო და ეხა გამოჩნდები. ეხა ვარ პენსიონერში, მაგარ სასოფში ვდგევარ. მაგარი დაღლილი ვარ. მაგარი ცუდი ტვირთი მაქვს და მაგარი ცუდი რაღაცები ხდება. იმედი ეს არ გადამივიძე. Короче, ესეთი რაღაცა ხდება წინ. იმენა ყოლელობები ხდება, ხო და Crashed Cars-ი მაქვს ყველაზე მაგარი ცუდი ტვირთი არის. და ესე მაქვს დაბმული რა, იქითკენ ჯაჭვითა მაქვს დაბმული, ბოლომდე გამომული რა, ამეებში. და ესე მაქვს მე დაბმული, იმიტომ რომ არ მყოფნის ჯაჭვის სიგზე. ხო და ეს ოკეი არის რა, როგორც გავარკვიე. ჭაჭებიდი როგორც მითხრა. და როგორც ძველ ჩრაკერებს კითხე, იდეაში პაპაკაცმა მასწავლა ეს. ამ ტვირთს ვერ ვიღებდი თავიდან ხალხზე რომ გამოვედი, მეორე ტვირთი იყო რა. მოდა ვერ ავიღე ეს ტვირთი, არ ვიღებდი და იმან დაწმუნდია, ნუ ნერვიულო ხო ლეგალიაო ესეო და შეგიძლია ესე დააბავო. ერთ-ერთი რაც კიდე გვაწუხებს არის რომ მაგრაც ხელა ხვალ რვიანი ტარპიმა დავაფარო და короче რა. წინა კვირასაც მინდოდა ვიდეოს გადაღება, მაგრამ ვერ გადავიღებ. იმიტომ რომ დამეზარა. მაგრაც ხელოდა. მაგრად ვიღლები ფლატბედზე, აი მკვდარი ვარ ისე ვიღლები. ხო და რა ვიმედი ამ კვირაში გადავიღებ, რა თან ჩემი ზმაკაც უნდა ჩავისვა ახლა 3 დღით გამოყვება. ოჰაიოში უნდა ვიყავ და ჯერსიში უნდა დავტოვო და ისაც დამეხმარება ცოტა სიარულში რაღაც ჩემ კომპანიაში მუშაობს. მოგეობა და დაზღვევაში არის დამატებული და წამომყვება, ხო და ეგ არის რა. გადავიღებ ახლა ამ ვიდეოს უძველი ამ 3 დღესაც ხვალ ტარპი უნდა დავაფარო რვიანი. საფახაო მაქვს მაგარი რა. მანქანაზე რაც შეეხება მასკუჩასკან ველოდები რომ გაამზადოს, იდეაში უკვე გაამზადა და გავამიგზავნის იმეებს, რა ქვია, შკივებს, ქვედა შკივები მაქვს შესასვლელი და აი სად მიდის არ ვიცი. ხო და მოკლედ წავედი ახლა და იმედია მალე გავეცხრები. აი ყველა დგას მარჯვენა ხაზში და მარტო ეს მოდის მე. ჯიგარი ხაზმა გამოგაჩენ ჩავსავ აუცილებლად YouTube-ის ვიდეოში. უეჭველი. ჯიგარი ხაზმა მაგარი კაცი ხარ, ბრავო. უკან ახეთ რა მოხდა? გადაუგედა იმან გზა რომ ყველა ახეთკენ ავარ და იქიდან შემოდის. ესე რა. ეხა პროსტა ხასიათზე არ ვარ, თორე დავიწყებდი რაციაში ლაპარაკს რაღაცეებზე და ავტეხავდი ტრეილერის სკოლას. ხანდახან გადავუხვამ ეს რაღაცეებს. წავედი მოკლედ და შემოგიერთებით ხვალიდან და დავბრუნდი ერთთვის მე და იმედია ხშირად ჩავხდე ხოლმე კიდე ვიდეოებს რა. წავედი მოკლედ. მოგესალმებით მეორე დღიდან ჩემო მეგობრებო. კანადაში ცეცხლი წაიკიდა ხეებს, ტყეებს. და ოჰაიოში ზემოთ ტოლედოს მხარეს მაგარი პოლი არის და პოლილები არიან ყველანი. ორი ტრეილერი კინაღამ დამეჯახა. ძალიან სწორ წამოვიდა და აუ იმედია ხა მალე მივალ დავადელივერებ, მერე პიკაპზე წავალ. ყველაზე მეტად რაც მიხარია 2 წელი რვიანი ტარფი მაქვს დასაფარებელი და ეს ჩემს არხეინაც რა. უკან კოდრაივერი მყავს. ოთარ ხოძე ხარ? ხოძე ხაშიჩ? დარიში ბიჭო დაწე დაეგდე, ბევრი გვაქვს ასიარული. სიარული უნდა, ძილი არ უნდა.
ნაკლი არ შეიძლება. წავედი მოკლედ და შემოგერთებით დელივერიდან, მე პიკაპიდან და განახებთ. წავედი მოკლედ ახლა და განახებთ სადმა დავადელივერო როგორ მცლიან. იმედია გადავიღებ, არ მაღებინებდნენ ტელეფონით და კამერით. იმედია ჩუმად გადავიღებ და პიკაპსაც განახებთ, რაც ავიღებთ და ვირც ესე იღებენ და მეც ესე დამცლიან. просто ამის ძალიან დაჯეჭყილი მანქანები არის. ჩემი არ არის ძალიან დაჯეჭყილი და იდეაში იგივენაირად დამცლიან რა. ერთი მალე დამცალენ ეს ვინც არის აქ ვინც იყო ეგ მაგან ძალიან დიდი დრო დამაგარგინა იმიტომ რომ რაღაც 1 საათი სნიდა ჯაჭვებს და ველოდებოდით ყველა და ათუჩი კი მოხსენი მე მაგრამ მან მალოდნენ და პიკაპზე მაგვიანდება მაგრა და წავალე ხენ მესია ფიბოსი პიკაპზე ცხელა მაგრად ამოვედი როგორც და მიჩიგანში მაგარითაც იყო კონტრაქტენი იყო გზაზე მიდიოდა მუშაობა ხო და ამოვედი და ეხა ტვირთავენ დაიწყეს დატვირთვა და მგონი მე რაც მეგონა რომ 2 ცალი 8 ფიტიანი ტარპი უნდა და მგონი არ უნდა 2 ცალი 8 ფიტიანი ტარპი და 1 ცალი 6 სანიც ეყოფა იმიტომ რომ განიერი არ იქნება რა ანუ სიგზეში არ იქნება დიდი ესეთი ტრუბები არის ნახოთ ეხლა რამეს დავგვიდეთ რა ჯერ ბევრი არ არის просто აქეთ კი რატო დაიწყო არ ვიცი რა მე უთხარი რომ წინიდან დაიწყე მე ცოტა შუიდან დაალაგეთქო რა და მე ვიციო და ნახოთ ეთი რა იცის ამაზე კიდე ეს რო არ გაფუჭრეს არ აქვს ადგილი რომ წესიერად დადონ ხო და ამაზე წაუსვეს ზეთ და ტვირთო დადებენ ამაზე მეორე ტვირთით მიაწევიან და ასრიალებენ და გადის ბოლოში იმიტომ რომ ფიზიკურად არ აქვს რა ადგილი რა იმედია ბევრია დაჭირდება და 6 ფიტიანი ტარპი დაჭირდება ისე მაგრად ცხელა რომ ცივი წყალი მაგრად ასწორებს და წელის გარეშე პიკაპიდან დელივერზე თუ იჩნდები ძალიან ცუდია წინაზე მაჩუკეს ეგრე წყალი ხუ არა გაქვს მეთქი და არაო დაკეტილიაო დავიკეტებო და მეთქი ოკეი თუ ყველა სახში მივდივართო და მეთქი ოკეი თქო და წავიდა და 1 წუთში დამიბრუნა და მომიტანა წყალი და მეთქი მინახა მე ხო მადლობა რაზეկ მევლოცე რაო იმე ეს მეტრიანი ხანდახან გკირდება ხოლმე იმიტომ რომ გავძამოთ ხოლმე რა ყვილად დიდი ტარპი რო არ დავაფაროთ 8 ფიტიანი ტარპი ყველაზე მაღალი ტარპი რაც არის ეგ არის მაგარი მსუბუქი მაგრამ მაგით დატარკო არ მევასება ხო იმიტომ რომ მივდივარ ხოლმე მაინც ფრიალებს ხოლმე რა ხო და 6 ფიტიანი ტარპი რაც არის 6 ფიტიანი ტარპი კაი არის თუ ისაა თქვია გვერდებზეც ზედა მხარეს როგორც ეფარება იგივენაირად ეფარება გვერდებზეც რა და რო ვაბავ ხოლმე მე იმინა გადატკეცილია ხოლმე საკაიფო და უფრო მისწორდება ხოლმე იმის დაფარება რა აგე მოდის რამხელა რაღაცა მოაქვს ეხლა ამას მიარდება დაიღებ იქით მოდი ჯიკო ზოგან ჯიგრები იჩთებიან ხოლმე და ზოგან კიდე ცუდი ადამიანები იჩთებიან რა წინაზე გამეჩნდნენ მაგარი ცუდი ადამიანები იყვნენ და ეხლა ამასთან მივედი და ამას ვეუნები რომ მეთქი ტრაქში ცივი წყალი მაქვს და ცივი წყალი ხო არ გინდათ ხო რა და რაღაცნაირად გვერდულად გამოვხედა რა მე ცივი წყალი არ მინდაო მაგრამ შენო ლიმონადი ხო არ გინდაო ან კოკა-კოლა ან პეპსი რამე ხო არ გინდაო რა და მეთქი მეღადავებით ხო და არაო მართლაო თუ გინდაო მოგცემო რა მააქ ხო რა და
მე ჯიგარი ხარ, არა, მადლობა, გაიხარ. ეს ანაიაც უნდა დაუდოთ, ვერ ხვდები. ორ-ორად უნდა დაუდოთ? ოკეი. ეხლა მიაწვება და ეს კი რატო უნდა და რაც უნდა დაძექვათ ხო და თურმე აი რატო Perfecto. Magari კაი ლოუდი გაიჩნდა ძალიან იმენ. ოპა, 4 ფიტიო იმენა. გაკაჩია ბაე? აიმენა კანფეტ. ბოლო კარგად არის მათ? აიმენა კანფეტი არის. გამოუშ. რატო ზომავ და სიმაღლე გავზომე და სიგრძე გავზომე, იმიტომ რომ ბროკერმა უთხრა დისპეჩერს, რომ 2 ცალი 8 ფიტიანი ტარპი უნდაო რა. ანუ დრაივენის სიმაღლე რაც არის, მაგ ხელატვირთი უნდა დამედო ვითომ რა. ხო და ბროკერებმა არიციან ხოლმე რამდენი ფიტიანი ტარპი უნდა, როგორ უნდა, რა უნდა რა. ხო აი, ეხა ეს რომ გარეთ ყოფილიყო, გარეთ ებულიყო რა. ამაზე იმას ვიზავდი რა ქვია, ვეთყოდი რომ არ უნდა თქო ტარპით ხო რა. მაგრამ ისი არის რომ შიგნით რადგან არის დაჯანგებული არ არის და ნახე სხვანაირი მასალა არის, მაგითო ჭირდება რა ამას ტარპი რა. სიმაღლე 4 ფიტი არის, 6 ფიტიანიო დავაფაროთ 1 ცალი, იქნება კანფეტი. ანუ ეს რამდენი დაწარდება? 1 ცალი უნდა დაუდო ნახეთკენ და ეგ არის. easy load isma. გამარჯობათ მეგობრებო. კოდრაივერი ყავს წამოყვანილი გადამღებად. არ მეხმარება ვაფშე არაფერში. ორმოცი არის წონაში. ამას ავარაუდოთ უნდა 8 სტრაპი რა, რომ გაგაჩერონ რაღაცა 40 ხარ წონაში, 8 ცალი სტრაპი რომ გადაარტყა ოლგუდა ხარ რა. სასწორზე წონა სწორი ვარ, 32 ვარ. წონე ვარ. ეხა აქ უნდა გადავარტყას просто 2 სტრაპი და ეგ არის რა. ოკეი. ჩანვარ კარგად ბრატ. ზემოთ ხაზი ისმის რომ ლაპარაკობ. წვანე ხაზი ზემოთ ჩანს ეკრანზე რომ ლაპარაკობ. კაი ბიჭი ხარ, ხო იცი? კაი ბიჭი ხარ. სტრაპების ახლა მასწავლეს სხვანაირად და სროლა რა. უბრალოდ რა მე ეს უფრო მეადვილება. და სტრაპების დაჭერა როგორც მასწავლეს, ეგ ძალიან კაი არის. ქვევიდან უნდა ამოუდო რა, თან კიდე ჩემსაც ამოსადები აქვს და კაი არის ეგრე.
ანუ იდეაში ვაილეშენი არის რომ ამაზე რო ამოუდო რა იმიტომ რომ ეს ვერ დაიჭეს ღმერთმა დაგიფაროს რაღაცა მოხდეს ეს დასვარკებულია უბრალოდ და ვერ დაიჭეს რა და აი შიგნით უნდა ამოუდო აი მას შიგნით უნდა ამოუდებ და აი იქით რო გადავალ განახეს რა თავარია თავში არავის გავარტყათ ხოლმე იქით სტრაპები აქეთკენაც მაქვს ხოლმე რა რომ იქითკენ დაუშვათ დამაყდეს ან რაღაცა ვერ ჩავსვა აქეთკენაც მაქვს დამატებული 1 2 3 4 5 6 7 ცალი სტრაპი აქეთკენ მაქვს გადაყრი ხოლმე რა მაგარი შორტი მასვია ხო ხელაზმა ჩუსტები გამოაჩინეს მოდი ანახე ანუ წინაზე როგორ ვაკეთები აღარც მახსოვს რა მგონი აი ესე ვაკეთებდი მგონი რა ესე არ შეიძლება არც ესე არ შეიძლება არც ესე რო ამოსვო არც ესე არ შეიძლება უეჭველი სტრაპი აქეთან მხრიდანაც და იქიდან მხრიდანაც უნდა იყოს შიგნიდან მოქცეული ამაში უნდა იყოს ჩასული რა აუ რა მაგრად მინდოდა ამის გადაღება ჯიგარი ხარ ძმა მადლობა ყავას გიყიდი მე და აი შიგნიდან უნდა გამოადებინო აქ რა გადავოღე თან აი მაგა უნდა გამოადებინო შიგნიდან და რო რაღაცა იყოს რა ღმერთმა დაგიფაროს ანუ თუ კარგად გაქვს დაჭერილი არ არსებობს რომ რამე მოუვიდეს რა ძალიან ერთიანად გადაყირავდები რა გადამიღე შენ ნაძირალა შენ მაგარი ცუდი ტვირთი არის ძალიან ცუდი ტვირთი არის იმიტომ რომ დასამელი არის მაგრად მე რას მიკეთებ ბიჭო და ხო და საქმეც მაგაშია რომ მაგაში ვერ გავატარე რამე იქიდან შემოაცინო არ ვიცი მიდი კითხი აბა რამე მათული ხო ვიაზანი ხო არა გაქვს ეხა არ გინდა გარეთ მოვიჩავით ესე ხო და მაინც ეგა კი წერან გავთიშე is this minute Oh, I got it. Tam. მეგობრებო ეს ოპერატორი მყავს წამოყვანილი. სიარული საზი არის, გარტყმაში არ არის. ვარაუდით დადიოდა აქამდე და პროცესს წამოვიყოლე ხა. თუ მოგწონთ ამის კადრები, უბრალოდ მითხარით და წამოიყონ ხოლმე გადამღებად. აუ მაგრად ხედა. ძალიან მაგრად. შარტე ჯიგარო. მოკლედ სხვანაირად ვერ დავაბავდით, ესე დავაბით. შუალედებში ვერ გავაზრინეთ, ხო და თავში და ბოლოში ორი ცალი გავაზრინე, ზემოდანაც კარგად დავჭიმავთ და ეგ არის რა. ერთ საკითხიდან გავაზრინე ხა და ეგ არის. ანუ იდეაში ოკეია სროა ესენი არ გაგვეძვριნა აქ, მაგრამ რავი, მაინც გავაზრინეთ რა. და მინდა რომ ერთი სიახლე გითხრათ შემომეგობრებო. ჩვენი არხის წარმდგენი არის და ჩვენი სპონსორი არის ამერიკაში ნომერ პირველი წყალი for life. დალი ისიამონ. ნეტა. გოშ ტრაილერს თავი დაანებო არ გინდა რომ გადამიღო ხოლმე? ჰა? ის გადაიღე. აუ 1500 დოლარს გადაგიხდი კვირაში.
ოღონდ წამო ხა იქიდან დავქაშოთ, დავჭიმოთ და ეგ არის. საქმეს ისწავლის სამიდეო. ჰა? საქმეს ისწავლის ხალხი. ო, პროსტა ბიჭო მეზარება, ეხა წარმოიდგინე თან გადაიღე, თან დააბი, ძალიან მაგარი დამღლელია რა. დღეს კიდე ძალიან არცხელა რა, აი მაგრად რო ცხელა 100 ფარენგეითი როა და ვიდეო გადაიღო პლუს ტარპი გაქვს დასაფარებელი ხუაზე. ბიჭო, რაღაცა ჩუსტები არა, ხუაზე ხარ რა. იმენა ბირკინსტოკები არის. ჩემი არხის წარდგენია ბირკინსტოკები, თორე განა ჩავიცმოდი. აბა, მარჯიელების ფულის სედერი. მარჯიელები რო გაცია დასამელად, პროსტა რა. კაროჩი დავაბი ესენი ამოჭიმე და ეხლა წავიდე დაჭერა. და ესე სიცხეში რა, რო გეუნევია რო ტარფს დააფარე $40 ამატებენ. პასუხი თქვენ თვითონ გამოიცა. არ დავაფარებ. ბ ტუ C ტუ და D აქ აღადარეკო. კაროჩი მაგრად მკიდია რა. წავოდი მე სამსახურიდან წა. ამას რა ქვია? Это ду. ჩვენი სპონსორი არა მარტო Pure Life-ი არის. ჩვენი სპონსორი არის ისევ და ისევ Getaroid-ი. ძალიან დიდი მადლობა ამის სპონსორობისთვის. ამ ბოლო დროს ვიდეოებს არ ვდევდი და ძალიან დიდი мотиваციაა, რომ ესეთი დიდი კომპანიები შემოდიხართ ჩემთან და მოკლედ მასპონსორებთ. ჯიგრები ხართ. იდეაში დასპონსორება არ მჭირდება, დასპონსორება რასაც მჭირდება არის, რომ ჩემი გამომწერები გავახარო და ამ ყველაფერში რომ ეხმარებით ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან კაია. კაია, ხო? სანამ დავაბავთ, რას ვაკეთებთ? კაია, ხო? კაია, ხო? კაია. კაია, ხო? მაგარია. ამას ახლა 6-იანი ტარპი. ყელში ამოუვა. ძიმი არა 60-70 კილო იქნება რა. ხედავ რა ხმები აქ შეჩემა სტრაპებს. იმენა გიტარას ხმები აქ. არა. სპრასმასი რომ აქ გრძელი გააძრია ბა ისინი. ესე უკვე კაია, ხო? კაია, ხო? კაია. დაბლა ბოთლები დავყარე და გამახსენე რომ ავკრიფოთ რა. ზოგი აბასო ჯერ ტარფს აფარებს რა. და მე ზემოდან სტრაპავს და.
რავი, არ მომწონს ხოლმე ეგრე დატარბული და ეს ჩემნი ესე 15-20 წუთი მაგაში დავკარგო რა. კაია, ხო? კაია რა. ხო, ტრადიცია არ არის, რომ იდეალურად დაიფარო საქმე, მაგრამ ისე ვიზათ, რომ კარგად დაიფაროს და წვიმა არ ჩავიდეს რა. ეხლა ბანჯი კორტებს ავიღებ და დავიწყებ დამნას. Короче, წინ დავაბით. წინა მხარე დავაბით ეს ენები შევუკეთეთ და ისენა რაც გადმოსაკეთია ჯერ არ შემიკეთია რა. ეხლა ვიწყებთ ამის გვერდების დაფარებას. გვერდებს დავჭიმავთ. და ეგ არის რა. Просто მაგრამ მე ვასება ხოლმე, სათითაოდ რომ მიყვევი ხოლმე და ბანჯი კორტებით რო იმას ვაკეთებ რა. იმიტომ რომ სტრაპები რო ზემოდან გადავარტყა, ეხლა ჯერო ის გავაკეთე და მე სტრაპები ზევიდან გადავარტყა. რაც არ გინდა გამზადებული მქონდეს სტრაპები და რაღაცები, მაინც დასაბმელი არის რა. ახლიდან დასაბმელი არის. ხო და მეზარება ხოლმე მაგრად, იმიტომ რომ მე ცალკე უნას დიო, მე სტრაპები დაბმოძე მაგარი ცუდად გამოიყურება და ესე უფრო ლამაზია და ესე უფრო კარგი არის რა. თან კიდე ორფეხა დიოუთები რაც დარბიან, რომ შემოხედავენ, რომ რამე ნაშრომი გააქვს რა. და ვიღაცა მერაპარა უჭაპანე არ ახარ. თუ როგორც არის რა. просто მაგრად ცხელა, ხო? ხო. აუ ისე რა გამისწორდებოდა ისე ჯიგართან ერთი შაბათი კვირა რო ვისვენე ხოლმე იმინა იქ გემრიელად დამალევინა მაგასთან. რომ მეტყოდა კაია, ხო? სულ ყველა კაია. თან ბიჭო, რასაც ამუღამებ რა. რასაც სვავს ლუდს, მაგად ევასება რა, გერმანული ლუდები, ჩეხური ლუდები და ანუ მაგარი კაი ლუდები ევასება რა. და მეც მევასება მაგარი ლუდები და ლუდებში ვემთხოვი ძალიან. საჭმელებში ეხლა შენ ხო კარგად იცი რომ იმენა ჩემი ხორცი რამე რომე გააძლევი. ეს მაგარი არეული მაქვს. დალაგებული მაქვს 3 თვის განმავლობაში 1-2 ჯერ. არა აზრი არა რა. ეხლა აქეთკენ სხვანაირად დაიმთხვა რა. ისე დაიმთხვა რომ ორ წარგოზე ერთი ბანჯი კორტი უკვე ყოფნის. იქ სხვანაირად არ გაკეთდებოდა. დიდებიც უნდა გამეკეთებინა, დიდები კიდე ცოტა მოშებული იქნებოდა და ეს პატარები ამაზე ყოფნის და საკაიფოდ იქნება ეხლა. და კიდე ის მინდა გითხრათ რომ ამაზე მუშაობა რო დავიწყე, სულ 2 დღით ვიყავი გაყოლილი ჩემ მამიდაშვილს. და პირველივე დღესვე უთხარი რომ მეთქი მე ამაზე ვერ ვიმუშავებთ და თავი დავანებე და მანქანაში ვიყავი და სულ მეძინა, ან კიდე მანქანას ვატარებდი რა. და მოკლედ არ დავეხმარე და არც მისწავლია არაფერი ბევრი რა. ხო და რო გამოვედი სამუშაოდ ვიდეო კოლით ველაპარაკებოდი ხოლმე ისევ იმ მამიდაშვილს ვისაც გავყევი და არ ვისწავლე ისე მაგას ურეკავდი და შეძმაკაცას ურეკავი და ისე მაგათ მასწავლეს ვიდეო კოლით და ვაფშე არაფერი არ ვიცოდი და ძალიან მარტივი იყო. 1-2-3 მასწავლეს და როგორ უნდა დამება და იმის მერე მე თვითონ ხვდები ახლა უკვე რა. ყოფილა მე რაღაც ტვირთები მაგის მერე რომ აი ეს როგორ დავაბა, ის როგორ დავაბა, ყოფილა რა. ახლა უკვე ისი არის რომ შეიძლება იმათ მას ვკითხო რომ აი ეს როგორ დავაბა რა. არა მე უკვე ხვდები უკვე მარტივად როგორ უნდა დააბა, რამდენი წონა, რამდენ სიჭერს და ასე შემდეგ რა. არა მე ბავშვობაში მაგრად მევასებოდა ხოლმე ამერიკული ფილმები რა. ხო და ამერიკულ ფილმებს რო უყურებდი ხოლმე აი ზუსტად ეხა რა ტვირთის მაქვს, ზუსტად იგივენაირი ტვირთები იყო ხოლმე რომ ხან ხიდი ჩატყდებოდა, ხან მანქანა დაატორმოზებდა რაღაცეები და უკან პატარა მანქანები ვინებიც მისდევდნენ ეს ტრუბები პატარაზე ეს კდებოდა რა. და სათითაოდ ეს ტრუბები იმაში ლაბაოებში ერჭობოდა. ხო და ვაფავ ეხა კარგად რომ რამე ჩეპი არ გავაგორო რა. მაგრად ხარ აი.
არა, ხოჩიჩ. რა პუნჩი აქვს ხელა? წამოეხა წინა. ახლა აქვს ხელა? არა. აქე წინა მხარეს ენები შიგნით უნდა შეუკეთო და ენა გარედან უნდა მოაქციო რა. უკან კიდე პირიქით. ენა შიგნიდან და ესენი კიდე გარედან უნდა შემოუკეთო, რომ სიარულიც არ გაგეშალოს სტარპები. ოკეი, ამას ისე გადაუკეცავ აქედან იქითკე რომ არაფერი არ მოვიდეს და ესე შემოეფარება საკაიფოდ, რას ფიქრობ? ტექნოლოგია. რაც იცის. ისე იქითკენ. კაი იყოს. ეხა იქით ამ ხარისას ანალოგიურად გავაკეთებ. უკანეს დავაბავ და ეგ არის. ესე წამოეხა იქით ამ ხარეს დავამაგროთ, მე უკან ხარეს გადავიდეთ და მორჩით რა. ეხა წყალი სად არის? აღარ მინდა გეტერო. პატარათი ჯობია. კაროჩი მაგრა ცხელა და სულ ესე სიცხეში მიწეს ხოლმე მუშაობა და კაი რაც აირო ეხა. ოთარა აქ არის და ცოტას მამხნევებს. და ცუდი ის არის ხოლმე რომ მარტო არ ხომე რა. წყლის მომწოდებელი არ ამყავს და აი რავი ეხა უთომ სადღაცას 100%-იან 10-20% რაღაცეებში ხواد ახლა პატარა წამეხმარა რა. მაგრამ თემა ის არის რომ ვიღაცა რო ყავს მაინც ასწორებს. მარტო რო არ აქვს. აი ესე წვალოთ. და პახავთ ყველანიდან ძალიან მაგრად. მე აქამდეც ვიზახი და ეხლაც ვამბობ რა, იმიტომ არ ვამბობ რომ ფლატპედზე ვზივარ რა. ფლატპედის ღოლებს შენგან რესპექტი. სკანესტოკა იქნება თუ რა იქნება ყველას რა. საღო ყველა მაგ ადამიანს. კაროჩე რაც იყო და რაც შემიძლია მაქსიმალურად დავობი რა. შეფუთე საკაიფოდ. წყალი შესვლის შანსი არ არის. უკან ცოტა ცუდად შეიფუთა, მაგრამ ოკეი არის. იდეაში კარგად არის. ეხა ავალაგდებით. დავოშევით და წავალთ. წონა ნახე 32 ვარ უკან. წინა ცოლგუდი იქნები რა. და ეს არის რა. დავიღალე მაგრა და ძალიან მაგრა დავიღალე 1 საათია მაინც ამას ვაკეთებ მეტი თუ არა. გამოიწერეთ არხი და მადლიერი. კარგად იყავით. შემოგიერთებით ალბათ ხვალინდელი პიკაპიდან. ეგ არის ჩამოვედი მოკლედ. გუშინ დამავიწყდა და დამეზარა მაგრა და ძალიან მაგრა ცხელოდა და ვეღარ გადავიღე ვიდეო და მოკლედ ეს ტვირთი წამოვიღე ძალიან ისეთიც არ იყო რა მარტივი დასაბმელი იყო დავობი უცბად წამოვედი ეგრევე ლეშბი მალე ჩამოსულიყავი სახლისკენ ანუ დავობით და ეგ არის რა მოკლედ ეს არის ჩემი ნადირი რისთვისაც მიხარია ხოლმე სახლში ჩამოსვლა ცოტა დისკები პატარა გასარეცხი არის წვიმს მაგრად ვერ გავერესხავ დღესაც ვერს ხოლ მაგრამ that's okay რა წავა ახლა ცოტას ვიღადავ ვიკაიფებ გავივლი აქეთ იქით ერთ კვირაში ჩამომივა შკივებსაც დავაყენებ და I'm ready წავედი მოკლედ და გამოიწერეთ ჩემი